ჩვენი სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით ქალბატონი ნანა ფიხამიძია. მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის და პრინციპში პირველი შესავალი თავარი და ზოგადი კითხვით მინდა რომ დავიწყო. თქვენი შეფასებით რას ახლა ვისმენთ, ხედავთ, უყურებთ გადაწყვეტილებებს, რა არის ეს, რა ტიპის რეფორმა არის და სანამ შეიძლება მიგვიყვაროს მან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა რომ ამ მნიშვნელოვან თემებზე საუბრობთ. ეს რეფორმა არ არის ცხადი, იმიტომ რეფორმას ყოველთვის მიზნად უნდა ჰქონდეს გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად არაფერს არ აუმჯობესებს და ძალიან ბევრ რაღაცას აფუჭებს ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც არ ეფუძნება არანაირ კვლევებს, არ ეფუძნება არავითარ კონსულტაციებს შესაბამის ჯგუფებთან, აქ არ იყო ჩართული არ იყვნენ არც ექსპერტები, არ იყვნენ ჩართული არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი ექსპერტები და ეს იყო ფაქტობრივად რაღაც ერთი ადამიანის გადაწყვეტილება, ის რაღაც ჯგუფი საერთოდ გაქრა ხო, რომელიც მინისტრებისგან შედგებოდა ძალიან სასაცილოდ და ფაქტობრივად ხედავთ, რომ ეს არის პირდაპირ კობახიძის გადაწყვეტილება, რომელსაც მიქანაძე ასრულებს თავისი გუნდით. და ამ რეფორმას რომ საშინელი შედეგები მოყვებოდა, ეს მაშინაც ვიცოდით, როგორც კი გამოაცხადეს, იმიტომ რომ პირდაპირ იკვეთებოდა რისთვის იყო და მე არანაირი ილუზია არ მქონია, რომ ვთქვათ, ილიას უნივერსიტეტის დასასჯელად არ გამოიყენებდნენ ამ რეფორმას და მართლაც აი ესე უბრალოდ არ ველოდი მაგალითად რომ რეგიონალურ უნივერსიტეტებს ესე ერჩოდნენ, არ ველოდი რომ სოხუმის უნივერსიტეტს რაღაც პროფესიული კოლეჯის დონეზე დაიყვანდნენ, ბევრ მაინც არ და ასევე ეხლა ვიცოდი რომ ილიას უნივერსიტეტს დაჭირდნენ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი რომ პროგრამების 80%-ს გაუქმებდნენ. ასევე არ ველოდი რომ შრომის ბაზრის კვლევა, რომელსაც აცხადებდნენ რამდენიმე თვეა უკვე ფაქტობრივად twins ბურღავდნენ, რომ აი ამას ეფუძნება მათი გადაწყვეტილებები, ასეთი სასაცილო და კომიკური აღმოჩნდებოდა. აი რა არის ამაში სასაცილო და კომიკური? შეიძლება ეხლა მაგალითად ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ზედაპირული ცოდნა მაინც აქვს და იცის რომ თანამედროვე ეპოქას მეცნიერულად ქვია უკვე ციფრული ეპოქა ქვია, ხო? ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ წამყვანი კომპონენტი არის ტექნოლოგიები, ინოვაციები. აი ხელისუფლება ამბობს, რომ ცვლილებები შრომის ბაზრის მოთხოვნებზეა მორგებული, მაგრამ ტექნოლოგიების ეპოქაში ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება ზოგადად პროფესიებზე მოთხოვნებიც და პროფესიების მთლიანობაში. რამდენად რეალისტურია ასეთი წინასწარი დაგეგმვის მცდელობა ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან ყველაზე წინწასული და განათლებული და კომპეტენტური ხელისუფლების პირობებშიც კი შეიძლება და ძალიან არასერიოზული ყოფილიყო. იცით რა, პროგნოზი ზოგადად არსებობს ხოლმე და შრომის ბაზრის ოღონდ საფუძვლიანი კვლევა. ეს კვლევა არ არის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის უბრალოდ 150 ადამიანმა ჩამოურეკა. ეს არის ყველაფერი, რაც ვიცით მათგან, იმიტომ რომ კვლევა თვითონ არ დადებულა, დაიდო ეს 12 გვერდიანი პრეზენტაცია, ესეც სირცხვილია, რომ ასე აქვეყნებს ამას სამინისტრო, მაგრამ რეალურად ჩამოურეკა 150 ადამიანმა 12000 კომპანიას და მათგან მიიღეს, რომ ვინ ყავთ დასაქმებული და ამის საფუძველზე რაღაც მოდელირება გააკეთეს მარტივი მოდელირება, ფაქტობრივად წრფივი მოდელირება და გამოიყვანეს რაღაც რიცხვები. ამას შრომის ბაზრის კვლევა არ ქვია. ჯერ ერთი მთელი, აი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ ციფრულ განვითარებაზე თუ ტრანსფორმაციაზე და ინოვაციებზე, იგივე ხელისუფლება 2024 წლამდე, კი არა 2025 წლის შუა, აი ზაფხულამდეც კი ზუსტად ამას იყენებდა ამ ყველაფერს. ანუ ამისთვის იღებდა მსოფლიო ბანკის სესხებს, ამისთვის ავითარებდა ტექნოლოგიებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგრეთ წოდებულ ჯიტას გავლით, ამისთვის სან-ფრანცისკოში საკონსულოში გაიხსნა, საკონსულო გადაიყვანეს დიდ შენობაში და იქ გაიხსნა ეგრეთ წოდებული ინოვაციების ჰაბი, რომელიც ქართულ სტარტაპებს უნდა მომსახურებოდა. ანუ ეს ესეთი ცვლილება და არის ზაფხულში მოხდა. მანამდე მთლიანად განათლების ხარისხის ცენტრი ზუსტად ამას აფასებდა. ყველა პროგრამა, რომელიც არის აკრედიტებული, ითხოვდა შრომის ბაზრის კვლევას. ანუ მე ჩემს ხელში ბევრ პროგრამას გაუვლია როგორც შემოწმების თვალსაზრისით და მე თვითონ როცა ვიყავი ჩართული მის განვითარებაში, რა თქმა უნდა ჩვენ ვიკლებდით შრომის ბაზარს, მაგრამ შრომის ბაზრის კვლევა გულისხმობს, რომ შენ საერთაშორისო ტენდენციებიც უნდა იცოდე. შენ უნდა იცოდე ფრილანსერობის მიმართულებები, უნდა იცოდე როგორ ხდება დისტანციური მუშაობა. საქართველოში თქვენ ვერ ნახავთ
კომპიუტერული მეცნიერების ნორმალური ნიშნებით კურს დამთავრებულს, რომელიც ძალიან წარმატებით არ მუშაობს. ადგილობრივ ბაზარზე კი არა, უფრო მეტი მუშაობს უცხოურ ბაზარზე. და შესაბამისად რაღაც სასაცილო ფრაზა, რომელიც ჩაგვიწერეს ამ შრომის ბაზრის ეგრეთ წოდებულ კვლევაში, რომ თურმე ჩვენ შემდეგი 5 წლის მანძილზე გვჭირდება, აი მაგალითად ერთი აბსურდის მაგალითი, ხო? რომ თურმე გვჭირდება 1691 პროგრამისტი. საერთოდ რას ნიშნავს ეს პროგრამისტი? ანუ რა იგულისხმეს ამაში მონაცემთა ანალიტიკოსები, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორები, software ინჟინრები, ან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, თუ მაგალითად მონაცემთა ანალიტიკოსები. აი რას ნიშნავს თუ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები? ამას დიდი ხანი არ ვიყენებთ საერთოდ ამ პროგრამისტს არ ვიყენებთ, ხო? ეს არის ძალიან ბევრი მიმართულებისგან შედგება, თუ ესენი საინფორმაციო ტექნოლოგიებს გულისხმობენ ამ პროგრამირებას ბევრი მიმართულებისგან და სულ სხვანაირი დასაქმება აქვს ყველა მიმართულებას. გარდა ამისა, მთელი აი ამდენი წელი სულ ლაპარაკობთ ინოვაციებზე და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ სტარტაპ კულტურა უნდა განვავითაროთ, ზუსტად ისე როგორც ეს ამერიკაშია განვითარებული და ამაზე რამდენიმე ათეული წელი, დაახლოებით 20 წელია უკვე ევროპაც აქტიურად ლაპარაკობს. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ადამიანები, რომლებიც თვითონ ქმნიან შრომის ბაზარს. ეს არის სტარტაპ კულტურა. რომ ის კი არ არის დამოკიდებული, რომ ვიღაც ის საწარმოში იმუშაოს, არამედ იმდენი ისეთი ინოვაციური ცოდნა ჰქონდეს, რომ თვითონ შექმნას და უკვე რამდენი წელი არის იგივე სააგენტო უზარმაზარ ფულს ხარჯავს სტარტაპების დაფინანსებაზე. და უცებ ესე თავში ამოუტრიალდა კობახიძეს, რომ უცებ რაღაცა რუსული სტილის განათლება უნდა შემოიტანოს აქ, ყველაფერი გადაჩეხოს და ფაქტობრივად უნივერსიტეტებს წაართვას ინოვაციები და განვითარების ის ქვეყნები, რომლებიც დღეს ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ლიდერებად ითვლებიან. ანუ ისინი განათლებას უფრო აკონტროლებენ, გეგმავენ ამ მიმართულებით რაღაცეებს თუ მე თავისუფლებას აძლევენ თავად საუნივერსიტეტო სივრცეებს, აკადემიურ წრეებს, ბაზართან მათი ავტონომიური კომუნიკაციის პირობებში. რა თქმა უნდა, ბაზართან ავტონომიური კომუნიკაციის პირობებში მე თავისუფლებას აძლევენ, მაგრამ იმავე დროს კვლევებს ატარებენ შემდეგი წლების საჭიროებებზე, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ეფუძნება მარტივ მოდელირებას იმის მიხედვით თუ ახლა ვინ მუშაობს. ეს ეფუძნება მაგალითად ტექნოლოგიებში გვაქვს ეგრეთ წოდებული 5-წლიანი roadmaps, რომელსაც დიდი კვლევითი კომპანიები აქვეყნებენ ხოლმე, რა შემდეგ წლებში რა იქნება, რა ტენდენციები წავა, ხო? და ამის მიხედვით სახელმწიფოები კი არა ერევა უნივერსიტეტების, მაგრამ სახელმწიფოები, განსაკუთრებით ევროპული სახელმწიფოები, ცდილობენ რომ მიმართონ მეტი დაფინანსება, იმ სამეცნიერო სფეროების განვითარებისკენ მიმართონ მეტი სახელმწიფო დაფინანსება, იმ სტუდენტების დაფინანსებისკენ, რომელთა წახალისებას სურთ, ანუ უფრო მეტად რომ მიმართონ ამ პროგრამებზე. ამისკენ და არა იმისკენ, რომ ვიღაცა ჩაერიოს, ან ჩვენც 2025 წლის მე მგონი ნოემბრამდე კაფეოდ ქონდა გაწერილი უნივერსიტეტების ავტონომია და შემდეგ დეკემბერში მიიღეს, მე მგონი ეს პირველი კანონი რაღაც რამდენიმე ცვლილება შევიდა დეკემბრის ბოლოს. რომლითაც დაირღვა. თორემ მანამდე მთელი ეს სახელმწიფო, ასე რასაც ქვია, თავის სამინისტროს და ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად ზუსტად ამაზე მუშაობდა, რომ უნივერსიტეტებს ქონოდათ ევროპული მიდგომები, უნივერსიტეტებს ქონდათ ზუსტად ისეთივე აკრედიტაციის და ავტორიზაციის სტანდარტები, როგორც ეს ქონდათ ევროპის წამყვან ქვეყნებს. ესეც ძალიან უცნაურია, მთელი ხარისხის ცენტრს და მათ შორის ეხლა ამჟამად ვინც არის ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელი, მისი შრომაც, ანუ რასაც ის აკეთებდა და რასაც ჩვენ ვუყურებდით, იმიტომ რომ მეც ვიყავი ხარისხის ცენტრის ექსპერტი, რასაც ვუყურებდით ბოლო 15 წლის განმავლობაში, მთლიანად გაუნადგურეს, მისი კარიერაც გაუნადგურეს, იმიტომ რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საერთაშორისო კარიერა, მაგრამ ისიც ესე მორჩილად ზის და თავს უქნევს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის ევროპული განათლების სისტემასთან თავზებადობის პრობლემა, რომელიც აი ამ სასწავლო პერიოდების შემცირებასაც უკავშირდება შესაბამისად კრედიტების რაოდენობის შემცირებასაც. ჩვენ ყავდა რამდენიმე ამ სტუდიაში მე უსმენდი პროფესორებს, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს მეცნიერებად, მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელს, კორესპონდენტს აკადემიკოს ბატონ ჯაფარიძეს, რომელმაც აი დეტალურად ძალიან გასაგებ ენაზე, სხვათა შორის ესეც განსაკუთრებული უნარია სხვა შორის ფიზიკოსების, რომ ძალიან გასაგებად ხსნიან ხოლმე თავიანთ სათქმელს კარგად აყალიბებენ, ახსნა რატომ არის შეუძლებელი იმ დროის მონაკვეთში ფიზიკოსის გაზრდა უბრალოდ. მოიყვანა მაგალითები, ახსნა ეს ყველაფერი.
მათ არავინ არც მოусმინა, არც დაუძახა თქვენი არ იყოს, რომ არც კონსულტაციები ყოფილა, არაფერი, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ ხედავთ საფრთხეს, რომ ევროპული საგანმანათლებლო სისტემაზე წვდომა უკიდურესად შეეზღუდება ერთის მხრივ ქართულ უნივერსიტეტებს და სტუდენტებს და მეორეს მხრივ ისეთ ფუნდამენტურ მეცნიერებებს, რომელიც წესით განსაკუთრებით ამ ციფრულ ეპოქაში უნდა ვითარდებოდეს, ანუ საქართველოში შემოეძარცვება შესაძლებლობა აღზარდოს ახალი თაობები. და მე არ მიყვარს ამ ტიპის მაგალითების მოყვანა, უბრალოდ ისეთ სიმბოლურ ფრაზად ითქვა ეს, რომ აი ბოთლის მბერავები შეიძლება გამოვიდნენ, ხო? ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ შეიძლება ბოთლის მბერავების ადგილიც აღარ იყოს, იმიტომ რომ აქ უბრალოდ წარმოება არავინ არ განავითაროს. მე ცოტა იმითი და აი ფართო სურათს შევქმნი, ანუ რატო ვართ ხოლმე ამ რატო ვართ. ეხლა მაგალითად ეხვეწდნენ ამ პროფესიულ კოლეჯებს, რომ დაამატეთ ადგილებიო და დაახლოებით 10,000-ით გაზრდებოდნენ ადგილები და სულ ცდილობენ, რომ აქეთ პროფესიული კოლეჯებისკენ იმართონ ეს სტუდენტები. თავისთავად ამაში ცუდი არაფერი არ არის და ძალიან ბევრი პროფესიის მატარებელი გვჭირდება, რომელიც არ გვყავს ქვეყანაში. მათ შორის იმიტომ, რომ ინოვაციები განვავითაროთ, ანუ ბევრი ელექტროინჟინერი გვჭირდება, ბევრი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ინოვაციები რაღაცა ვთქვათ, ქარხანას რაღაცის რო გავაკეთებთ, ეს ქარხანა თანამედროვედ იყოს აღჭურვილი და მართვადი იყოს. იოლად რატო უჭირს მაგალითად ამერიკას ახლა ჩიპების ქარხნების გადმოტანა, იმიტომ რომ ტაივანში არის უზარმაზარი ცოდნა დაგროვილი, ანუ ესე მარტივად მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაა და მართლა საოცარი საინჟინრო კომპანიებიც ყავს და უნივერსიტეტებიც, ესე მარტივად, იმიტომ რომ იმ ქარხნის ეს ცოდნის ერთობლიობა სჭირდება, ხო? ჩვენაირი ქვეყნისთვის გადარჩენის გზა დღეს არის მხოლოდ ცოდნის ეკონომიკა. და ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი, იმიტომ რომ აი მე სილიკონის ველზე ვცხოვრობ, დაახლოებით 150 ქართველთან მაქვს კონტაქტი, რომელთა უმეტესობა მუშაობს წამყვან ერთ ბერკლიში, სტენფორდში და წამყვან საინჟინრო კომპანიებში. ანუ ქართველებთან ვაგროვებ ხოლმე ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ხან სტუდენტებთან ვაკავშირებ, ხან მოსწავლეებს ვახვედრებ და აი ქართველები გვყავს Apple-ში, Nvidia-ში, Cisco-ში, Meta-ში, Amazon-ში, Waymo-ში, Zoox-ში, ანუ ამ თვითმართვად მანქანებში და ყველგან ძალიან წარმატებულები არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეს რესურსი გვაქვს. უბრალოდ ქვეყანაში ვერ ვავითარებთ და ეს ხალხი გარბის, სხვაგან გარბის, იმიტომ რომ სხვაგან უკვე სისტემაა შექმნილი, რომელსაც შეუძლია მისი ცოდნის გამოყენება. და ჩვენ იმის ნაცვლად, აი რასაც ახლა სისტემა პირიქით ნადირობს ასე და რა თქმა უნდა, და ჩვენ იმის ნაცვლად, რომ აი სომხეთივით დავიწყოთ უკვე აქეთ მოზიდვა და როგორც მაგალითად აი სახელმწიფო მითანამშრომლობა ძალიან კარგად Nvidia-სთან და მათ შორის სტარტაპებთან ერთად და შემოყავს, ანუ დიდ კერძო კომპანიებთან და ერთ-ერთ სტარტაპთან ერთად და შემოყავს Nvidia და აკეთებს დიდ ხელოვნური ინტელექტის ქარხანას, აი ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი გზა. ანუ ამაზე უნდა სხვაგვარად ჩვენ დავრჩებით პატარა სერვისის ქვეყანა, ხო? ეს იქნება ჩვენი განადგურება, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ აი ამ არ დარჩება ეს ინტელექტუალური რესურსი, აქ საერთოდ აღარ დარჩება ამ შემთხვევაში, თუ კი შენ გინდა რომ იყო უბრალოდ მარტივი ტურიზმის და სერვისის ქვეყანა, რომელიც არ მოაქვს ამ ტურისტს. ჩვენ ვხედავთ ბევრ უბედურ და ღარიბ ქვეყანას, რომელსაც ფანტასტიკური ტურიზმი აქვს, ხო? არ მოაქვს ამ ტურისტს იმხელა ფული, რომელიც შეუძლია რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოიქონდეს დანალექი შემოსავლების იმ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არ არის, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი გააზრებული პოლიტიკის ნაწილი არის იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანებისთვის პოლიტიკურად მორჩილი ეკონომიკური შესაძლებლობების ძალიან შეზღუდულ ჩარჩოში მოქცეული ადამიანების დიდი კატეგორია მივიღოთ და ტვინების გადინების კვალობაზე აქ ადგილზე თავისუფალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი უფლებების უბრალოდ მომთხოვნი ერთია და მომპოვების უნარის მქონე ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. ეკონომიკურად დამოკიდებული ადამიანების. კი, ცხადია, იმიტომ რომ აი რეალურად რას გვეუბნებიან ხოლმე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ რეფორმას ჩვენ იმიტომ ვახორციელებთ, რომ რესურსები გვინდა დავზოგოთ. ყველა ვისაც ოდნავი შეხება მაინც ქონია განათლების უმაღლესი განათლების სისტემასთან, უნივერსიტეტებთან და ერთი პროგრამა მაინც გაუკეთებია, ძალიან კარგად იცის რა ენერგია სჭირდება თავიდან ამ პროგრამების განვითარებას. თითოეული ლაბორატორიის განვითარებას რამხელა ენერგია სჭირდება. როგორც კი შენ ამას ანგრევ და რაღაცა საშინელი რაღაცები ლაპარაკა მინისტრმა, რომ მაგალითად აი ილიას უნივერსიტეტს უთხრა, თქვენ აღარ გექნებათ ეს პროგრამები და თქვენ ამას ახლა დედა უნივერსიტეტი განავითარებს, იმიტომ რომ თქვენ წაიღეთ მისგან ეს პროგრამები. ანუ მინისტრის არ ესმის, რომ კონკურენცია უნივერსიტეტების პირიქით იმხელა ველს ქმნის. პირველად აქ საერთაშორისო გრანტების შემოტანა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო
პირველი ტექნოლოგიების განვითარება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამედროვე ტექნოლოგიების და ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის ილიას უნივერსიტეტმა დაიწყო და ეს ეკო ერთი უნივერსიტეტიდან გადაეცემა სხვებს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არასდროს არ გამიგია მაგალითად, რომ ბერკლი, რომელიც არის შტატის მიერ დაფინანსებული და სტენფორდი, რომელიც არის კერძო უნივერსიტეტი და საერთოდ ამ ბერკლისთან ერთად შტატი ამ UC-ში არის 7 სხვადასხვა უნივერსიტეტი, რომ რაიმე კონკურენციას ქმნიდეს ამათ შორის. პირიქით ერთის განვითარება მეორეს აძლიერებს და მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის. ანუ ამას არანაირი რესურსების დაზოგვა არ უდევს, მით უმეტეს იმდენად და ის სულელურად არის განაწილებული, რომელი პროგრამა უნდა იყოს 4 წლიანი და რომელი 3 წლიანი. დღეს ვხუმრობდით, რომ ეთყობა ვინც მიუკაკუნა მინისტრს კარზე და პირადად სთხოვა, იმას დაუტოვეს 4 წლიანი, ან გამონაკლისებს რო შეხედოთ და მაგალითად რაღაცა იმას არ ვიცი, ის სურსათის ტექნოლოგიები 4 წლიანი უნდა დარჩეს და ელექტროინჟინერია, რომელსაც უფრო და უფრო მეტი და კომპიუტერული ინჟინერია, რომელსაც უფრო და უფრო მეტი საგანი სჭირდება, ის უნდა დარჩეს 3 წლიანი. ვერაფერს ვერ ვატებთ ამ 3 წელიწადში. მე პირადად ვიყავი კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელიც ვიყავი და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელიც ვერ ვატებთ. აქ მოდის ხოლმე არგუმენტი, რომ 3 წლიანი პროგრამები აქვთ მაგალითად უცხოურ უნივერსიტეტებს, იქ ძალიან კარგად უნდა შევხედოთ, რომ სინამდვილეში სკოლიდან რა ცოდნით მიდის. ანუ ფაქტობრივად პირველ წელს, რასაც ჩვენი სტუდენტები სწავლობენ, ის უკვე სკოლაში აქვს ნასწავლი იქაურ სტუდენტს და ეგ არის ძალიან დიდი განსხვავება და რახან არც ერთი არგუმენტი არ რჩება არც ეფექტურობისთვის. აი სოხუმის უნივერსიტეტის განადგურება რა, ეს უგდიდის უნივერსიტეტის ფაქტობრივად განადგურება რასთან იყო დაკავშირებული, რომელ ეფექტურობასთან არის დაკავშირებული. ეს 3+1 როგორ იწვევს ეფექტურობას? იმასთან რესურსების დაზოგვას როგორ იწევს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალეს. ილიას უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტებით ჰქონდა დაახლოებით, მე მგონი 12 მილიონი ლარი შემოსავალი. ამას რო უუქმებ სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ყავდა უცხოელი სტუდენტები ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ იმასაც ჰქონდა რაღაცა რამდენიმე მილიონი ლარი შემოსავალი. ერთად აბალანსებდა დანარჩენების საფუძველს. ამითი ავითარებდნენ ლაბორატორიებს იმას სამედიცინო უნივერსიტეტს რო გაუქმეს, სამედიცინო უნივერსიტეტს დაემგვანა უცხოელი სტუდენტების მერე, იმიტომ რომ ამ შემოსული ფულით ლაბორატორიები გააკეთა, საგამოსო ცენტრები სწორად ააწყო, სახელმძღვანელოები იყიდა და ტექნოლოგიები იყიდა და ეს ყველაფერი ქართველი სტუდენტებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ესე იგი, რახან გვეუბნებიან ცრუ, ანუ მატყუარა არგუმენტებს რახან გვეუბნებიან ცრუ არგუმენტებს, ესე იგი ამის უკან ფაქტია, რომ ერთი იყო ურჩი უნივერსიტეტი, ანუ სრულიად ამ უმაღლესი განათლების სისტემის დამორჩილება და მეორე ზუსტად ეს მიზანია, ქართველი ერის საჩვენგება. ძალიან სამწუხარო დასკვნით დავამთავრებთ, მაგრამ რეალობა ასეთია და იმედი მაქვს მაყურებელი, რომელიც პროფესიონალებისგან უნდა ისმენდეს მსგავს შეფასებებს, შესაბამის დასკვნებს გამოიტანს. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი გადაწყვეტილების მიმღებებზე. თუმცა ჩვენი ვალია ამაზე ღია და საჯაროდ ვილაპარაკოთ, რომ მე არ ამეთქვას, რომ რატო არ ველაპარაკებოდით ამის თაობას თუ ამ საფრთხეებს ატარებდა.